საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Examiner და BBC-ს საგამოძიებო ფილმს ეხმაურება. ამერიკული გამოცემა წერს, რომ დაზარალებულების სამედიცინო მონაცემები და სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები ხალხის წინააღმდეგ იმგვარი ნივთიერების გამოყენებაზე მიუთითებს, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე სტანდარტული კონტროლის საშუალებები. Washington Examiner-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კამიტის გამოყენება თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვალოს. BBC-ს დასკვნები მიუთითებს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობამ ტოქსიკური კამიტი წყალშეურია და შემდეგ 10,000-ობით მომიტინგეს წყლის ჭავლით შეასხურა. ეს მტკიცება დაუდასტურებელია, მაგრამ დაზარალებულებისგან შეგროვებული მტკიცებულებები კვირების განმავლობაში მიმდინარე სიმპტომების ამსახველი სამედიცინო მონაცემები და სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მიუთითებს ნივთიერებაზე, რომელიც გაცილებით ძლიერი და მდგრადია ვიდრე სტანდარტული კონტროლის საშუალებები. ეს მოხდა გასული წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც 900-ზე მეტმა ქართველმა ექიმმა მოითხოვა მთავრობისგან გაემჟღავნებინათ თუ რა გამოიყენეს ზუსტად მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მუდმივი სიმპტომების შესახებ განაცხადეს. მათ პასუხი არ მიუღიათ. კამიტი ანუ ბრომბენზილციანიდი პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგმა სამხედროებმა შეიმუშავეს. მოგვიანებით მისი მძიმე და ხანგრძლივი ეფექტის გამო ის აღარ გამოიყენებოდა. თანამედროვე ცხელმსადენი გაზისგან განსხვავებით, რომელიც დროებით დისკომფორტს იწვევს, კამიტი გაცილებით ძლიერი და მდგრადია. მას შეუძლია გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა, სუნთქვის უკმარისობა, ციანიდის მსგავსი მოწამვლა და გულისა და ტვინის რისკები. მას აღარ იყენებენ თანამედროვე პოლიციის ძალები და ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით არეულობის კონტროლის აგენტად არ არის კლასიფიცირებული. მისი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დღეს ძალიან უჩვეულოდ და შესაძლოა საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვალოს. BBC-ს საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმად ქართულმა ოცნებამ გასულ წელს პროევროპული პროტესტის ჩასახშობად სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, მწვავე შეფასებებს აკეთებენ საერთაშორისო პარტნიორები. იტალიელი სენატორი მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიის მთავრობამ თბილისში მომხდარი ძალადობის იგნორირება უნდა შეწყვიტოს. საქართველოში პრორუსულმა რეჟიმმა გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი მომიტინგეების წინააღმდეგ ანტისამთავრობო პროტესტის ჩასახშობად. ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს წყლის ჭავლთან ერთად. რატომ აგრძელებს იტალიის მთავრობა თბილისში მომხდარი ძალადობის იგნორირებას? წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ არალიბერალური რეჟიმი დაამყარა, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობას და დაპატიმრებას როგორც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის ინსტრუმენტს. ამ ძალადობას ახლა ემატება სერიოზული ბრალდება. ქიმიური იარაღის გამოყენება ადამიანის უფლებების დარღვევით. მეტი რა ჭირდება იმისთვის, რომ იტალიის მთავრობა საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ დადგეს და ქართველი ხალხი დაიცვას. დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ იტალიის ელჩის საქართველოდან, რათა მან გააკეთოს განმარტებები საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით. დღეს ქართველობა ნიშნავს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის, ევროპული ღირებულებების დაცვას. ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ევროპა. ევროპარლამენტარი პეტრა საუსტრევიჩუსი ევროსკოპთან კომენტარში ამბობს, რომ BBC-ს გამოძიებით შოკირებულია. მისი თქმით, თუ მთავრობა საპირისპიროს ვერ დაამტკიცებს, მაშინ ექნებათ ეჭვი, რომ ქართულმა ოცნებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური აგენტები გამოიყენა, რაც დანაშაულია. I read this BBC news with a kind of a shock. BBC-ს სიახლე წავიკითხე და შოკში ჩავარდი. შეუძლებელია, ვერ დავიჯერე. თუ მართალია, რომ სპეცრაზმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია. ეს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. სრულად უნდა იქნას გამოძიებული. ვფიქრობ, ახლა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს დაამტკიცოს, თუ შეუძლია, რომ ეს არაა სიმართლე. თუ ასე არ მოხდება, მაშინ გვექნება ეჭვი, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საშიში აგენტები გამოიყენება, რაც სრულიად მიუღებელია. ეს დიდი ამბავია, რომელიც უკეთესი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად იყოს უარყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამ სიახლეს გაეცნენ ჩემი კოლეგებიც, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, ასახის მოთხოვნები შეიძლება წამოიჭრას. ეს დიდი შავი ლაქაა საქართველოს ხელმძღვანელობისათვის. ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს, რასაც ბრიუსელსა და პარიზში დუმილით არ უნდა შეხვდნენ.